ქართული ოცნება უზენაეს სასამართლოში კიდევ ერთ მოსამართლეს ნიშნავს. ის არჩილ კოჭლამაზაშვილია. კოჭლამაზაშვილი მოსამართლეთა ასოციაციის წევრია, რომლის თავმჯდომარე ლევან მურუსიძეა. ის 2020 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 წლის ვადით მოსამართლის თანამდებობაზე დანიშნეს, თუმცა ახლა მას რეჟიმი აწინაურებს. ვის და რა კვალიფიკაციით ნიშნავენ უვადოდ უზენაესში? დეტალებით ქეთინა დიბაიძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. ქეთი გისმენთ. ვინ არის არჩილ კოჭლამაზაშვილი? თუ გადავხედავთ მის ბიოგრაფიას, ნახავთ, რომ ის 9 წელი სასამართლო სისტემაში მუშაობდა მანდატურად, ამის შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაიყვანა ერთ-ერთ დეპარტამენტში კონსულტანტად, ის რამდენიმე წელი საბჭოში კონსულტანტის სტატუსით მუშაობდა რამდენიმე დეპარტამენტში და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გამხდარიყო უკვე მოსამართლე და ის დანიშნეს მოსამართლედ. ბოლო წლებია, დაახლოებით 4 წელიწად-ნახევარია, ის არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ახლა ეს მოსამართლო გამოცდილებაც საკმარისი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის და დიდი ალბათობით ქართული ოცნებისთვისაც, რომ ის დაინიშნოს ქვეყნის უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში, ანუ უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ უვადოდ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, რომელიც წლებია იუსტიციის საბჭოში და სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს მონიტორინგს უწევს, შეკითხვები აქვთ არჩილ კოჭლამაზაშვილის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და ისინი ვარაუდობენ, რომ ამჯერადაც პოლიტიკურ და სასამართლო ხელისუფლებებში არსებულმა ეგრეთ წოდებულმა კლანმა არჩევანი გააკეთა და პრიორიტეტულად ჩათვალა არა კვალიფიკაცია, არამედ მისი მორჩილება. ჩვენ რომ უყურებთ კოჭლამაზაშვილის ესე ვთქვათ რეზიუმეს, ნამდვილად არ იკვეთება ის განათლება, გამოცდილება, რითიც მას შეუძლია რომ დღეს დაიკავოს ეს ვაკანტური პოზიცია უზენაეს სასამართლოში. ამიტომ ჩდება ძალიან საფუძვლიანი კითხვები, რა კრიტერიუმები დაინიშნა ის, რატომ აირჩიეს. ამაზე სამწუხაროდ ჩვენ პასუხი არ გვაქვს, იმიტომ რომ როგორც იცით, საბჭო საკმაოდ დახურულია. ჩვენი ერთადერთი ვარაუდი არის ის, რაც აქამდე ძალიან ხშირად მეორდებოდა, რომ საბჭო და ზოგადად კლანი ნიშნავს ისეთ ადამიანებს ესეთ პოზიციაზე და ესეთ მაღალ პოზიციაზე, რომლებიც ალბათ იქნებიან უფრო მარტივად სამართავი, რომლებიც უფრო მარტივად შეძლებენ რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც იმ მომენტში მოსამართლეთა გავლენიანი, ასე ვთქვათ, გავლენიან ჯგუფს ჭირდება. ქართული ოცნების პარლამენტი, უფრო ესე ვიტყვი, თავისუფლად მიყვება ხოლმე აი ამ პროცესს და ამიტომ ნამდვილად მოლოდინი გვაქვს იმის, რომ ეს ადამიანი დაინიშნება უზენაეს სასამართლოს მოსამართლის პოსტზე. ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებიან სასამართლო სისტემაში პროცესებს, ეჭვი არ ეპარებათ, რომ ქართული ოცნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არჩევანს დაუდასტურებს და არჩილ კოჭლამაზაშვილი არაღიარებული პარლამენტის მიერ დაინიშნება უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში, უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ უვადოდ. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ ვაკანტური ამ სასამართლოში პოზიცია გახდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მოსამართლემ რევაზ ნადარაიამ დატოვა პოსტი, მან უარი თქვა უვადო მოსამართლეობაზე და გადაინაცვლა საკონსტიტუციო სასამართლოში და ის ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდა.